ასე არის 0 შანსი გადარჩენის, ისე თუნდაც 5%. ჩემთვის 5 0-ზე მეტია და მე ვთვლი რომ უნდა ჩავერთო. ეს პრეპარატები, რომელზედაც დღესაა საუბარი, არის რეალურად სიცოცხლის ხიდი. დრო ამ ბავშვებს არა. 17 აპრილს გამოაცხადა მესამე ფაზის სრულფასოვანი კვლევის ჩატარების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ აქვთ ადამიანებს კლინიკური კვლევის ფორმატში აქ მოხვედრის საშუალება. უნდა მივაწვდინოთ ხმა ყველას. თქვენ ეს იცით, ეს გვერდითი მოვლენები, თუნდაც იმ სტეროიდების, რომლითაც ამ წუთას კურნალობენ. გვერდით მოვლენის გარეშე დამეთანხმებით, რომ ზოგადად არც ერთი პრეპარატი არ არსებობს. ნებისმიერი პაციენტისთვის უნდა იყოს გავლისაწვდო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათი საუკეთესო ინტერესების საპასუხოდ გადავწყვეტავთ აი ამ დილემას. რას აკეთებს სახელმწიფო მშობლებისთვის? საუბარია გამართლებაზე იმ ხარჯის, რომელიც უნდა იქნას გაგებული და ჩვენ ეს გვესმის უყოლას. არქიტექტურა წამლის ანაზღაურების არის სრულიად განსხვავებული სხვადასხვა შემთხვევაში. ჩვენი დღევანდელი მიზანი იყო გვეთქვა შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა თუ არა. ანუ ეს არის ის ჩვენთვის დარჩენილი მცირედ გაღებული კარები, სადაც ახლა ალბათ მთელი მობილიზებაა საჭირო იმისათვის, რომ როგორღაც რომ ეს კვლევა გავრცელდეს საქართველოში. შანსი, რომელიც შეიძლება აღარ განმეორდეს. გავლენისგან დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ, ჩართონ თავისი შვილები თუ არა. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ბავშვები მიიღებენ სათანადო სერვისს. ნახეთ, წამლები, რომელთაც სიცოცხლის პასი აქვთ. ექიმები, სტუმრად ეკა სანიკიძესთან. ეპიკრიზი დღეს ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.